Концерт, потом он მისმა გმირმა ვლადიმ, თუმცა მე მიხარია, რომ დღეს ჩვენს ტელემაყურებელს მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ ვისაუბროთ და გავიცნოთ არა ვლადი, არამედ სწორედ ეს ადამიანი და პიროვნება, რომელიც მოსკოვის აკადემიური თეატრის მსახიობია და დღეს კარგია, რომ ხარ ჩვენთან ერთად, ნამდვილად გვიხარია და მინდა დავიწყო საუბარი პირველ რიგში სერიალით, რომელსაც ჰქვია დამიბრუნე ჩემი სიყვარული და რომლის გარშემოც დიდი აჟიოტაჟია, მოკლედ აქ ატეხილი. მოდი მოგვიყევი, თუ არის ეს სერიალი ისეთივე პოპულარული, როგორც თქვათ ჩვენთან მოსკოვში რუსეთში და თუ სარგებლობს ეს სერიალი ისეთივე დიდი სიყვარულით, იგივე ქალბატონებში, როგორც ჩვენთან. Да, еще раз тоже здравствуйте. Კიდევ ერთხელ მოგესალმებით ქალბატონებს. Да, его დიახ, насколько сильно. თქმა უნდა, უყვართ, მაგრამ სად როგორ ყველა ქვეყანა განსხვავდება. დიახ, წერენ რომ უყვარვართ, მაგრამ რეალურად ვერ მოგახსენებ. პირველი ალბათ რაც ყველა საინტერესებს იქნება ის გავხართ თუ არა თქვენ თვითონ აი ამ გმირს რომლითაც შეაყვარეთ თავი ქართულ მაყურებელს და ალბათ იმ მაყურებელს ყველას ვინც კი ეს სერიალი ნახა. Ну, конечно, отчасти ნაწილობრივ მე თვითონ ვარ ეს გმირი და ვლადი გახლავთ ჩემი ნაწილი, ჩემი არსების ნაწილი. თუმცა სხვადასხვა სიტუაციებში განსხვავდება ჩემგან, მაგრამ ძირითადად მე გახლავართ. მე სტანისლავ ბონდორენკო. ფაქტიურად ამა თუ იმ გარემოებებში ვლადი ვარ. ანუ ისეთივე მზრუნველი, ისეთივე რომანტიული, თქვათ, როგორც ეს სერიალშია, გასაგებია. ძალიან კარგია ეს ყველაფერი. დიახ, ნამდვილად ესეა ცხოვრებაშიც, ესეთივე რომანტიკოსი ვარ. თუ ვაწყობ რაღაც დღესასწაულს, ვცდილობ მაქსიმალურად რაღაც გასაბერი ბურთები, რაღაც სხვადასხვა აქსესუარებით, რომ მაქსიმალურად სამაზე გავხადო. ამ სერიალის გარშემო და კონკრეტულად ამ გმირის გარშემო, კონკრეტულად ჩვენზეც ვისაუბრებთ. საქველმოქმედო მიზნით ხარ ჩვენს ქვეყანაში ჩამოსული, თუმცა ამ შემთხვევაში ამ ყველაფერზე მომდევნო წუთებში ვისაუბრებთ. მანამდე მაინტერესებს აი შენი უკვე დრამატული სცენის როგორც მსახიობის ცხოვრება როგორია. რუსეთში როგორი მასშტაბური ქვეყანაც არის რუსეთი და როგორი მრავალ რიცხოვანი მოსახლეობაც ყავს, იქ როგორ ხდება? შეიძლება რომ მსახიობი მხოლოდ და მხოლოდ თეატრის სცენიდან გახდეს ისეთივე პოპულარული, როგორც შეიძლება მოგიტანოს ეს ყველაფერი ტელეპროდუქტმა, ამ შემთხვევაში როგორც არის სერიალი. შენ შემთხვევაში როგორ იყო? Ну, так сказать, что, в общем, აი რომ მოგახსენოთ сейчас на данный момент, если брать время раньше, там, СССР время, да, то в основном актеры попадали из театра в кино. წესი თეატრიდან ხდებოდნენ время у нас მსახიობები попадают გადამღებ მოედანზე. ახლა პირიქით. კინოდან თეატრში, როდესაც პოპულარულები ხდებიან, მსახიობები მერე იწვევენ თეატრს. მაგრამ მე მესამე კურსზე დავიწყე გადაღება კიტისის. ფაქტიურად აღმოჩნდა, რომ კინოდან მომიწვიეს თეატრში და თეატრში სხვა შედეგებს იმკი, სხვა მიზნებს აღწევ. იქ ადგენ და არ წუნებ ყველას, რომ მე შემთხვევით არ მომჩდი, მე შრომის მოყვარე ვარ, შემიძლია ვიმუშაო ჩემ თავზე და მივიღო ამისგან სიამოვნება ჩემი შრომისგან. და ამიტომაც ალბათ კინოდან ჩემთან მოძრაობა და შეგიძლიათ რომელი უფრო საყვარელია, თეატრი თუ კინო? ერთამის კითხვა მინდოდა. Ну вот часто, кстати, задают этот вопрос, что вы любите больше делать? ხშირად მისავენ ამ კითხვას. ორი სხვადასხვა რამ გახლავთ. კინოა, თეატრი. თეატრში ზრდის საშუალება მეტია. თეატრში ისეთი პროფესია გახლავთ, რომელიც გადლებს საშუალებას ხანგრძლივად განვითარდეთ. კინო სწრაფად ეხლა აქ უნდა გაკეთდეს რამე და შემდეგ დაინახო შედეგი, გვერდიდან შეხედო, მიხვდე რომ რაღაცა უნდა გადააკეთო და სხვანაირად უნდა გემოქმედა. თეატრში სხვადასხვა ყველგან მოსწონხართ იმ კომაგებს, რომელიც მართლა ყავთ ჩვენს ქვეყანაში და ალბათ რუსეთში შესაბამისად. საინტერესოა. ხო, თეატრზე რომ ვისაუბროთ, 2000 წლიდან თამაშობთ ქართველებისთვის ერთ-ერთ საყვარელ პერსონაჟს ზურიკელეს 10 წლიდან, 2010 წლიდან მე ბებია ილიკო და ილარიონში. როგორ მოერგეთ ამ როლს, თქვენ თვითონ ამ ქართველი ბიჭის როლს? Ну как, мы просто веселились. უბრალოდ ვერთობოდით. Да, ну საქართველოში მანამდე ამ ყოფი არ ვეყავი ასე თუ ისე ქართველებს ვიცნობდი, მეგობრები მყავს და აი ესეთი
как это действительно როგორ происходит в Грузии, я, ხდებოდა ეს პროცესი საქართველოში, ამის შესახებ რა თქმა უნდა ინფორმაცია არ გამაჩნდა. და ვცდილობდით კინოდან მიგვეღო გამოცდილება, ინტერნეტში ვცდილობდით დაკვირვება გვეწარმოებინა რეჟისორი სპექტაკლის ბრუსნიკინა მარინა გავდა სპექტაკლს ისე ესე ვთქვათ, აგრძალა ქართული აქცენტით საუბარი. სუფთა რუსულით საუბრობდით, მხოლოდ ოსტრაუმოვას მისცა საშუალება ბებიას როლის შემსრულებას აქცენტით ელაპარაკა. აი, დროს ვატარებ. საქართველოში ხართ პირველად. იღატავენ გწნობენ საინტერესო. Ну, конечно, почувствовал. რა თქმა უნდა, სიტყვა ვიგრძენი. На самом деле я такого не ожидал. რეალურად არც მოველოდი აღნიშნულ რეაქციას. რა თქმა უნდა, მე მწერენ რილებს ინსტაგრამში, ფეისბუქზე, მაგრამ ასეთი ბუმი ნამდვილად ჩემს მოლოდინს სდება. მეუბნებოდნენ, რომ ალბათ ვლადი უფრო წააგავს თავისი ხასიათით ქართველ მაწვილს, რაღაც ქართველის ხასიათის მატარებელი პერსონაჟია, მაგრამ არ ვიცი ალბათ იმის გამო, რომ ჩემი ხასიათიც ესეთია, ზოგჯერ კაცრი, ზოგჯერ ბილი, ალბათ ამის გამო. აბა ძალიან მოეწონება ეს შეფასება მაყურებელს, რომ ძალიან გავხართ ვლადს. თუმცა როდესაც Ну, что, я такой же тоже обычный человек. Это ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, როგორც და როგორც ჩემი მაყურებლები. Написать, ну, იმათ აინტერესებთ, конечно. Но წერენ, ასუხია საჭირო, მაგრამ ესეთი რამე, რო წერენ, მიყვარხარ და ძალიან მომხიბლავი მამაკაცი ხარ, ამას ზოგჯერ ტოვებ და არ პასუხობ, მაგრამ კითხვები იმასთან კავშირებით, როგორ გადაიღეთ ეს ფილმი, როგორ ითამაშეთ აქ და ასე შემდეგ, ამისთვისაც ვმუშაობთ ადამიანებისთვის, რათა რაღაც იდეაში დაუნერგოთ, იმედი, რწმენა, ამიტომაც ჭირდება ეს არის მაგარი პატივისცემა. ეს არის პატივისცემა ჩემი თაყვანისმცემლების, რომლებიც მიყურებენ, რომლებიც მოდიან სპექტაკლზე, ჩუქნიან საჩუქრებს, რაც გრძალავ ამას, მეუბნები, ნუ ხარჯავთ ფულს, გააკეთეთ რაღაც საკუთარი ხელით და რასაც ყვი ქალბატონებს, რომლებიც Ну, хотелось бы сказать, что в дальнейшем მინდოდა მეთქვა ის რომ ვეცდები რომ იმედები არ გაგიცრუოთ მომავალში. გამოსორდები თუ რაღაცაში ხდებოდი. Будьте любимы. გიყვარდეთ და რადგანაც პირველად სტუმრობთ ჩვენს ქვეყანას ქართულ ტრადიციულ სუფრაზე უკვე იყო მე მგონი. Да, очень ხო, რა შთაბეჭდილებით არის საინტერესო. აი რა მოგეწონა განსაკუთრებით ჩვენს ქვეყანაში? О, грузинская кухня, конечно. Вообще гостеприимство. Да, стомарт მოყვარეობა, теплота. სითბო, Их вот такая встречаешь, სითბოები ადამიანს და აი სითბო იგზნობა. მათი მხრიდან რა ძალიან ძვირად ღირებული. ხელმოქმედების თემას მინდა დავუბრუნდეთ. მე ყოველთვის ვიძახი და ეხლაც შემიძლია ვთქვა ხმამაღლა, რომ პოლიტიკოსებმა მიხედონ თავის საქმეს და ხელოვან ადამიანებს მიცენ იმის საშუალება, რომ ასეთი სიკეთები აკეთონ. კი ჩვენი ქვეყანა ბევრ რაღაცას აკეთებს ჩემთ იმ ადამიანებს და ძალიან დიდი ნაყოფა ეს ერთგვარი მადლიერება არის ალბათ ჩვენგან ჩვენი ქვეყნის სახელით. Спасибо. Ну, у нас ძალიან დიდი მადლობა პროფესიის არსი ჩვენი გახლავთ იმაში ადამიანებს ვაჩუქოთ ესეთი სითბო სიხარული შევცვალოთ ადამიანის ბუნება ნაწილობრივ ძალიან ბევრი წერს რომ ჩემი ცხოვრება მას შემდეგ რაც გიყურეთ შეიცვალა ან ვერ ცხოვრობდი რაღაც შემდგომ მიჭირდა ცხოვრება ვიღაცა დაკარგა ახლობელი ადამიანი ან ავად იყო და მას შემდეგ რაც გიყურეთ ჩემი ცხოვრება შეიცვალა უკეთესობისკენ თქვენი ფილმი თქვენი პროექტით დამეხმარეთ და დამიბრუნეთ სიცოცხლის სურვილი იმის წმენა რომ არსებობს გარდა ფულისა და სხვა მატერიალური საგნებისა იმედი სითბო მხოლოდ ამისთვის ღირს მუშაობა რომ ადამიანებისთვის რაღაც ახალ სივრცეს ხსნი სამყარო სხვა რაკურსით адрес сашуалებას რომ მოგუროთ. Спасибо большое вам. Что откуда как могло быть это нами? Я хочу любиться, пролететь, оставить за облаками и пропить.
написанный подругой одной поэтессы Екатерины Славич специально для поездки в Грузию и для помощи Михо. Вот. Это был стих, называется «Послание человека». Хотите его что-нибудь? Да! Да, стих ваш любимый стих, вы можете прочитать. Мой любимый стих, на самом деле, это Лермонтова «Я не вижусь перед тобой». Вот. Давайте попозже, Очень просим девочек. Что мне интересно, я и так знаю. Я просто хочу сказать, что я, может быть, ошибаюсь, но здесь все живут в Тбилиси, я приехала из Кутаиси. И потому что я вас очень люблю. И у меня к вам один просто. Если я не привяжу с собой снимок с вашим, меня обратно не пустят.
ფოტო მომდაბო. მიუშვით. ერთი